გამარჯობა. დღეს მინდა ორ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო ადამიანზე გესაუბროთ, რომლებსაც ერთი შეხედვით არავინ დააკავშირებდა, თუმცა მათ იმაზე მეტი აქვთ საერთო, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ამერიკის ველური დასავლეთის მიწურული სიმბოლო, Red Dead Redemption 2-ის პროტაგონისტი არტურ მორგანი, მეორე კი ქართული ლიტერატურის უკვდავი სახე, ჭაბუა ამირეჯიბის დათა თუთაშხია. რატომ გამიჩნდა სურვილი მათი შედარების? იმიტომ რომ ორივე მათგანი გარდამავალი ეპოქის შვილია, ორივე კანონგარეშეა და რაც მთავარია, ორივე მათგანი მთელი ცხოვრება ცდილობს გასცეს პასუხი კითხვას. რა არის სიკეთე და რა ფასი აქვს ადამიანობა სამყაროში, რომელიც ბოროტებამ მოიცვა. დავაკვირდეთ დროს. არტურის სამყაროში ველური დასავლეთი კვდება. ცივილიზაცია, კანონი და ინდუსტრიალიზაცია შთანთქავს თავისუფლებას. დათასთანაც მსგავსი სიტუაციაა. ძველი სამყარო ინგრევა, რუსეთის იმპერიის ბოლო წლებია და კავკასიის მთებშიც ახალი, ცივი წესრიგი მკვიდრდება. ორივე პერსონაჟი ამ ცვლილების მსხვერპლია. ისინი არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ახალ სამყაროში ადგილი აღარ დარჩა. ისინი არიან დროის გადმონაშთები, სადაც სიტყვა, კაცობა და პირადი ღირსება უფრო მეტს ნიშნავდა ვიდრე ბიუროკრატიის ფურცლები. სწორედ აქ შემოდის მთავარი მსგავსება, მათი შინაგანი თავისუფლება და კანონგარეშეობა როგორც არჩევანი. არც არტური და არც დათა არ არიან უბრალო კრიმინალები. ისინი სისტემას უპირისპირდებიან. არტური თაჩის ბანდის იდეოლოგიით იზრდება, რომელიც თითქოს ჩაგრულთა დაცვას ქადაგებდა. დათა კი აბრაგობრის გზას ირჩევს, რადგან ვერ ეგუება უსამართლობას. დათა თუთაშხია მთელ ნაწარმოებს სიკეთის კეთების გზების ძიებაში ატარებს. უხეშად რომ ვთქვათ, ის ატარებს ექსპერიმენტებს ადამიანებზე, როგორ უშუალო მოყვას. არტურიც განსაკუთრებით თამაშის ფინალურ ეტაპზე ხვდება, რომ მისი ცხოვრება ცარიელი იყო და დარჩენილ დროს სხვების გადარჩენას წირავს. ორივე მათგანი მიდის იმ დასკვნამდე, რომ სიკეთე ხშირად ყველაზე რთული და მტკივნეული არჩევანია. მიუხედავად ბევრი სხვაობისა, დაკვირვების და ღრმა ანალიზის შემდეგ, ასევე იკვეთება მათი განსხვავებებიც. დათა თუთაშხია უფრო ფილოსოფოსია. ის მოაზროვნეა, რომელიც ცდილობს სამყაროს კანონზომიერება გაიგოს. მისი ყოველი ნაბიჯი გააზრებული ექსპერიმენტია. ის ეძებს ფორმულას, თუ როგორ გახადოს სამყარო უკეთესი. არტურ მორგანი კი უფრო ინსტინქტის კაცია. ის მებრძოლია. მისი ტრანსფორმაცია არ მოდის წიგნებიდან ან სხვა ფილოსოფიიდან. ის მოდის სინანულიდან და საკუთარი სიკვდილის მოახლოების გაცნობიერებიდან. ალბათ სწორედ ამიტომაა არტური უფრო ემოციური და ინსტინქტური. დათა ცდილობს სამყარო შეცვალოს, არტური კი ცდილობს საკუთარი სული გადაარჩინოს. დათას ექსპერიმენტები ხშირად კრახით მთავრდება, რადგან ის ხვდება, რომ ადამიანს ვერ აიძულებ იყოს კარგი. მისი ცნობილი ფრაზა „სიკეთე უნდა თესო და წყალში გადააგდო“, ეს არის მისი ტრაგედიაც და სიდიადეც. არტური კი ადამიანებს სხვაგვარად უყურებს. ის ხედავს მათ სისუსტეებს და ბოლოს ხვდება, რომ მისი ერთგულება დაჩისადმი, კაცისადმი, რომელიც ღმერთად მიაჩნდა, საბედისწერო შეცდომა იყო. არტური ირჩევს ადამიანებს. თამაშის სიუჟეტის შემთხვევაში კი ჯონ მარსტონსა და მის ოჯახს და არა იდეოლოგიას. ორივე პერსონაჟის გზა მსხვერპლშეწირვით სრულდება. არტური კვდება მთის მწვერვალზე, ამომავალი მზის შუქზე, როცა იცის, რომ სხვას მისცა სიცოცხლის შანსი. დათა კი, დათას აღსასრული სიმბოლურია. ის საკუთარმა შვილმა მოკლა, რაც იმ ტრაგიკულ წრეს კრავს, რომელშიც სიკეთე და ბოროტება ერთმანეთშია გადახლართული. საბოლოო ჯამში არტურ მორგანი და დათა თუთაშხია ერთი მედლის ორი მხარეა. ისინი გვასწავლიან, რომ არ აქვს მნიშვნელობა სათხარ, კავკასიის მთებში თუ ამერიკის ველურ დასავლეთში. მთავარია ის, თუ რას აკეთებ მაშინ, როცა ხვდები, რომ სამყარო შენს წინააღმდეგაა. ისინი არიან გმირები, რომლებმაც იცოდნენ, რომ წააგებდნენ, მაგრამ ბრძოლა მაინც არ შეწყვიტეს. სწორედ ამიტომ გვიყვარს ისინი დღემდე.